ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. თავი მესამე. მომზადება მონასტერში წასასვლელად. მამაო, როცა რომელიმე გოგონას გადაწყვეტილი აქვს მონაზნობა და მონასტერში სურს მოსვლა, მაშინ როცა ლიცეუმი ჯერ არ დაუმთავრებია, უნდა მივიღოთ იგი. არა, დედაო, ნუ მიიღებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას თუ რა ხდებოდა ძველად, როცა ადამიანები მეტად უბრალონი იყვნენ. ხალხის დღევანდელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რაც მეტად ჩამოყალიბდება ადამიანი მონასტერში წასვლამდე, მით უკეთესია. ვხედავ იქ წმინდა მთაზეც რა ხდება. ზოგიერთი მოძღვარი შემოიკრებს მონაზვნებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. გამოჰყავთ ისინი უნივერსიტეტიდან, ზოგჯერ სკოლიდანაც კი. ხოლო როცა რამდენიმე წლის შემდეგ მათ გულისიტყვებისგან თაუბრო ეხვევათ, ჩემთან აგზავნიან, რომ მათ გულისიტყვებს მივხედო. როცა სწავლაში აწყვეტინეს, მკითხეს საჭირო იყო თუ არა. მკითხეს ის ახალგაზრდა ბავშვები გამოდგებოდნენ თუ არა მონაზვნებად. შემდეგ, როცა მათ გულისიტყვები ახრჩობთ, მოძღვრები ეუბნებიან, მიდით ბერ-პაისისთან. ამიტომ, ვინც მონაზნობას ფიქრობს, უმჯობესია ჯერ დაამთავროს საშუალო სკოლა და თუ კი აქვს ამის შესაძლებლობა, უნივერსიტეტიც, რომ ხელთ ჰქონდეთ საბუთი, რათა თუ მონასტერში წავა და არ მოეწონება, მარტივად შეძლოს ერში დაბრუნება, არც საკუთარი თავი ტანჯოს და არც მონასტერი გააწვალოს. როცა ჩემთან მოდიან ბავშვები და მეუბნებიან, დავამთავრე საშუალო სკოლა, შემიძლია მონასტერში წავიდე. მე ვპასუხობ, ბავშვებო, ახლა ევროპის ეკონომიკურ კავშირში შევედით და ბრძანება მოგვივიდა, რომ არ დავიტოვოთ მონაზნობის მსურველები, თუ უმაღლესი განათლების დიპლომი არ ექნებათ. ამიტომ ახლა ერთ რამეზე უნდა იფიქროთ, როგორ ჩააბაროთ უნივერსიტეტში და დიპლომი აიღოთ. სხვა ყველაფერი დროებით გადადეთ. მამაო, რადგანაც გადაწყვეტილი მაქვს მონაზნობა, მირჩევნია არ გავიდე უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე და მონასტერში მოვიდე, თანაც მეცადინეობა მღლის, რადგან გულს ვერ ვუდებ. მეცადინეობა უნდა გინდოდეს, უფრო სწორად საჭიროდ უნდა მიგაჩნდეს. საჭიროა უნივერსიტეტში ჩააბარო, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ უფრო მეტად ჩამოყალიბდე, მიღებული გადაწყვეტილება შენში კარგად გამყარდეს. იმიტომ კი არა, რომ გადაწყვეტილება არ მიგიღია, არამედ რათა მოგვიანებით გულისიტყვებმა არ შეგაწუხონ, რომ შეგეძლო დიპლომის აღება და არ აიღე. გამუდმებით ვფიქრობ მონასტერზე და სულიერი კანონის შესრულებაზე, ამიტომ მიჭირს მეცადინეობა. მონასტერზეც ვიფიქრე, მაგრამ მეტწილად გაკვეთილები იმეცადინე, რომ სასწავლებლის დამთავრება შეძლო. ამ პერიოდში სულიერი მოვალეობები ნაკლებად შეასრულე, მხოლოდ იმდენი, რომ სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნო, ანუ მცირეოდენი მეტანიები, ლოცვა, რაც შეეხება სულიერ საკითხავს, გარდა სახარებისა, წაიკითხე რამე წმინდა მამათაგან, მცირე, მაგრამ სიღრმისეული. რადგან თუ მხოლოდ სულიერით დაკავდები, შენში ღვთის სიყვარული და წადილი აინთება, შედეგად კი საერთოდ აღარ მოგინდება მეცადინეობა. მამაო, გამოცდების პერიოდი ძალიან მიჭირს, რადგან საერთოდ არ მაქვს მეცადინეობის განწყობა. მირჩევნია სადმე ღვთისმსახურებას დავესწრო, რადგან მგონია, რომ ასე ღმერთი გამოცდების ჩაბარებაში დამეხმარება. ჩემო შვილო, შენს განზრახვას სულიერი დარბაისლობა აკლია. გამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისმსახურებას დაესწრები, ღმერთი გონებაში ჩაგიდებს საგნებს ისე, რომ შენ მეცადინეობით საერთოდ არ გაირჯები. ღმერთი ასე არ ეხმარება, შენც უნდა გაისარჯო.
მეცადინეობის შემდეგ, რომ გონება მოკრებილი ლოცვა არ შეგიძლია, არაუშავს. მეცადინეობაც, რომლითაც სასწავლებლის გამო ხარ დაკავებული, სულიერი სამუშაოა. ამ პერიოდში ღმერთი არაფერს ზედმეტს არ მოგთხოვს. ზოგჯერ, როცა მეცადინეობისგან დაღლას იგრძნობ, ცოტა გაისეირნე და დაბალ ხმაზე იგალობე. გალობა ძალიან დაგეხმარება. მამაო, გადაწყვეტილი მაქვს მონაზვნურ ცხოვრებას შევუდგე, მაგრამ ჯერ უნივერსიტეტი უნდა დავამთავრო. როგორ შეეძლო, რომ ამავდროულად სოფლიდან განშორებისთვის მოვემზადო? პირველ ყოვლისა უნდა დაემორჩილო შენ სულიერ მოძღვარს, რომელიც თვალყურს მიგადევნებს და განაგებს შენი მოღვაწეობის წესს. ამის შემდეგ ეცადე ჯეროვნად გამოიყენო ერში ყოფნის პერიოდი და სულიერად იშრომო, რათა მოგვიანებით, როცა მონასტერში წახვალ, კარგი საფუძველი გქონდეს ჩაყრილი. გონებით წარმოიდგინე, რომ გამოსაცდელი მორჩილი ხარ და რამდენადაც შეგიძლია უხმაუროდ იღვაწე. ეცადე გონება შემოიკრიბო კეთილ წმინდა ფიქრებში, რომლებიც განწმენდნენ ადამიანს და ნუ მიუშვებ მას მისი სურვილისამებრ, რადგან ადამიანის დაცემის შემდეგ ადამიანის გონება ბოროტისკენ მიიდრიგება. განერიდე ყოველივეს, რაც სულიერად გაზიანებს, რადგან სულიერი ჯანმრთელობა, ისევე როგორც ხორციელი, მონასტერში ერთობ აუცილებელი იქნება შენთვის. სხვადასხვა საქმის აღსრულებისას, ასევე როცა გზაზე მიდიხარ, რამდენადაც შეძლებ იესოს ლოცვა იმეორე, რათა დრო მოიგო. ასევე ძალიან დაგეხმარება ღვთისმოსავი გოგონების გაცნობა, რათა მათთან ურთიერთობით შეწევნა მიიღო და ამ გზით ერთგვარ სულიერ გარემოში იმყოფებოდე. ზოგჯერ სულიერი მეგობრობით გამოწვეული სიხარული მადასაც აგვიძრავს სულიერი საქმის შესასრულებლად. ამ პერიოდში რომელი წიგნების წაკითხვა არის სასარგებლო? გარდა სახარებისა, რომელიც ცხადია აუცილებელია, რადგან სულს ტონუსს მატებს, შეგიძლია აგრეთვე წაიკითხო წმინდათა სვინაქსარი, პატერიკები, ლავსაიკონი, ევერგეტინოსი, კიბე, უხილავი ბრძოლა და წმინდა ეფრემ ასური. ასევე კარგია ამბა ისააკასურის კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმატებულთათვის შესაფერისად მიიჩნევა, შეეწევა ასევე დამწყებთაც, რათა გაიაზრონ ცხოვრების ღრმა არსი და მოიშორონ ყოველგვარი სახის კომპლექსი, რომელიც შესაძლოა ჰქონდეთ. ერში ყოფნის პერიოდში, ვიდრე მონასტერში წავალ, ჩემი თვალები გონებაში სხვადასხვა უხამ სურათებს აღბეჭდავენ. განა ეს სულიერად დამაზიანებელი არ არის. მართლაც დღეს ხალხი მეტად გახრწნილია და სადაც არ უნდა გაიაროს ადამიანმა, რომელსაც საკუთარი თავის უბიწოდ დაცვა სურს, მაინც დაისვრება. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სახიერი ღმერთი არ მოითხოვს იმავეს, რასაც ძველ დროში ითხოვდა ადამიანისგან, რომელსაც უბიწოდ ცხოვრება სურდა. შენ სადაც იმყოფები, ყურადღებით იყავი, ილოცე და სულის თვალები ზეციური იერუსალიმისკენ გქონდეს მიმართული. მამაო, სახლში ვერ ვახერხებ ხანგრძლივ ლოცვას. შენთვის არ არსებობს გარკვეული სივრცე, იქ წადი, რომ რაიმე სულიერი წიგნი წაიკითხო და ილოცო. მცირეოდენ სიმყუდროვეშიც კი სენაკის გარემოს შეიგრძნობ. ეს კი ძალიან დაგეხმარება, რომ როგორღაც საკუთარი თავი იპოვო და იმავდროულად მოგანიჭებს სულიერ ძალებსაც, რათა სიმშვიდით, ნევროზულობის გარეშე გადალახო ნებისმიერი სახის სირთულე. ასევე დაგეხმარება, რომ უფრო მეტად შეეჩვიო განმარტოებით ლოცვას, რადგან იგი ერთგვარ სულიერ სიმსუბუქეს მოგანიჭებს. მამაო, იმ პერიოდში, როცა მონასტერში წასვლამდე ერში მუშაობა მიწევს,
როგორი სულიერი განაწესი უნდა შევასრულო? შეგიძლიათ რაიმე განაწესი დამიდგინოთ? რა კი არანაირი განაწესი არ მაქვს, ზოგჯერ იქამდეც კი მივდივარ, რომ გაზეთის კითხვაში ვფლანგავ დროს. ცხადია შენ რომ განგესაზღვრა შენი სამუშაოსა და ლოცვის საათები, მაშინ მათი გამოყენებისთვის განსხვავებულ ხერხს გეტყოდი, მაგრამ რადგანაც შენს განკარგულებაში არსებული დრო დამოკიდებულია შენს სამუშაოზე, გამოიყენე ის შემდეგნაირად. დილით როცა გაიღვიძებ, შეასრულე 4 300-იანის კვნილი და ყოველი კვნილის შემდეგ 33 მეტანია შეასრულე. შემდეგ წაიკითხე 6 ფსალმუნება და 1 თავი სახარებიდან. როცა სამუშაოზე წახვალ, იესოს ლოცვა თქვი, ან ხმადაბლა იგალობე. სამუშაოზე, როდესაც მარტო ხარ, ყველაზე მეტად ხმადაბალი გალობა დაგეხმარება. ხოლო როცა სამუშაო არ მოითხოვს გონების კონცენტრაციას, იესოს ლოცვა თქვი. სამუშაოს შემდეგ სახლში რომ დაბრუნდები, ისადილე, თუ გინდა ცოტა დაიძინე, ან ნაცვლად გაზეთისა მიმდინარე დღის წმინდანის სვინაქსარი წაიკითხე. თუ კი შენი სამუშაო მოითხოვს, რომ ამა თუ იმ საკითხის საქმის კურსში იყო, მაშინ გაზეთსაც გადაავლე თვალი. ნაშუა დღეს, როცა სამუშაოზე არ მიდიხარ, გალობაში იმეცადინე. ვახშმის შემდეგ სერობის ლოცვა წაიკითხე, მაგრამ დიდი მეტანიები არ შეასრულო. ჭამის შემდეგ მეტანიები მავნებელია კუჭისთვის, ამიტომაც განგიწესე მეტანიები დილით. თუ დილით მეტანიები გხლის, უმჯობესია შეამცირო. სერობის შემდეგ იესოს ლოცვა თქვი, ან მცირე ხნით ევერგეტინოსი წაიკითხე. დასაძინებლად რომ დაწვები, იესოს ლოცვა იმეორე, ვიდრე არ ჩაგეძინება. თუ სამუშაოდან გვიან ღამით დაბრუნდები და დაღლილი იქნები, ნურასოდეს შეზღუდავ საკუთარ თავს, რომ სერობის ლოცვა წაიკითხო, უბრალოდ საკუთარ თავს კეთილი განწყობით უთხარი. თუ მთლიანად არ შეგიძლია სერობის წაკითხვა, მაშინ ნახევარი ან 1/3 წაიკითხე. სხვა დროს კი ეცადე, რომ დღის განმავლობაში ძალიან არ გადაიღალო. ეცადე შენი გონება მუდამ ღმერთთან იყოს. ეს არის საუკეთესო სამუშაო გონებისთვის. როცა მონასტერში ჩემს მოსვლაზე უარი განაცხადეთ, მაშინ ძალიან დამწუხრებული ვიყავი. ახლა კი მივხვდი, რომ მონასტერში მოსვლას ამპარტავნებისა და დიდების მოყვარეობის გამო ვჩქარობდი, რათა ჩემი ადგილი ვინმე სხვა მონაზნობის მსურველს არ დაეკავებინა. როგორც თქვენ მირჩიეთ, საჭიროა მეთხანს დავრჩე ერში, რათა ყურადღებიანი ცხოვრებით უკეთ მოვემზადო. ძალიან გავიხარე, რომ დაწვრილებით შეიცანი შენი ძველი კაცი. ახლა იზღა დაგრჩენია, მის განკურნებას შეუდგე. კარგია, რომ ღვთის განგებით ისე განვითარდა მოვლენები, რომ ჯერ კიდევ ერში ყოფნისას მოგიწევს ამ საქმის შესრულება. რადგან როცა ვინმე მსგავსი მისწრაფებებითა და ამ ქვეყნიურის სურვილებით შეუდგება მონაზნურ ცხოვრებას, თვითონაც იტანჯება და სხვებსაც ტანჯავს, რადგან მიზეზებს ყოველთვის სხვებში ეძებს. შესაძლოა მკაცრი ვჩანვარ, მაგრამ ამ სოფლიური აზროვნების მქონე ადამიანის მონასტერში მიღება სულაც არ მიმაჩნია კაცთმოყვარეობად. მონასტრების მიზანი, ჩემო შვილო, არა ხალხის გაცოფება, არამედ მათი განცვიფრებაა. ამიტომ კარგი იქნება, რომ თითოეულმა თავისი პრობლემები ერში მოაგვაროს და ერშივე დატოვოს ყველა ამ ქვეყნიური სურვილებიცა და მისწრაფებებიც. მონასტერში კი შემდეგ მოვიდეს. შენ შემთხვევაში აი რა მოხდა. მაშინ როცა ამბობდი, რომ მონაზნობა გსურდა, შენი მისწრაფებები და უწესრიგობა საპირისპირო საჩვენებდა. ამას ვხედავდი და ამიტომ არ ვთანხმდებოდი მონასტერში შენს მიღებას.
შენს ზედაპირულ მიდგომაში ვხედავდი მთელ შენს ტანჯვას ისევე, როგორც სხვებისას. სხვებში ცხადია მოვიაზრებ შენს მშობლებსაც, რომლებიც შენი წასვლით გამოწვეული მწუხარებისგან სასყიდელს კი მიიღებდნენ ღვთისგან, მაგრამ შენ უქმად გაფლანგავდი შენი მშობლების მწუხარებას. რამე თუ შენს არჩევანს, როგორც ჩანს, არ ასაზრდოებდა სახარებისეული მცნება, რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს. ამიტომ ვმადლობ ღმერთს, რომელმაც მოვლენები ისე განაგო, რომ ჯერ კიდევ ერში დარჩი, რათა მონაზნობისთვის უკეთესად მოემზადო. შენც აღუვლინე მადლობა ღმერთს, ჩემო შვილო, გამოიყენე ეს ძვირფასი დრო საკუთარი თავის შესაცნობად და სრულად მიმართე იგი ერთი კონკრეტული მიმართულებით, რაც სამწუხაროდ აქამდე ჯერ არ შეგისრულებია. არც ახლაა გვიან, რომ სულიერი სამუშაო შეასრულო. ძალები და წინაპირობები გაცილებით მეტი გაქვს, ვიდრე სხვა მრავალ მონაზონს, რომლებმაც საკუთარ თავს შენზე ნაკლები ძალებითა და წინაპირობებით აჯობეს. ხოლო როცა მონასტერში შენი წასვლის დრო დადგება, უთხარი ქრისტეს, სახიერო უფალო, მამა პაისიმ მითხრა, რომ ჩემი ძველი კაცი შენ მოგაბარო, შენ კი შენი საღვთო ძალით განკურნე იგი, ის აუცილებლად შეგეწევა. მამაო ვყოყმანობ სამუშაოს დატოვებასა და მონასტერში წასვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ჩემო შვილო, ჯერ კიდევ არ გითქვამს, აბა კარგად, საბრალო სოფელო. ამიტომ კარგი იქნება ჯერ ერში დარჩე, რათა მოიძულო იგი, თორემ ყოველთვის მიგიზიდავს. სხვებს, ვისაც მოშორებული ჰქონდა ამ სოფლიური აზროვნება, უჭირდათ ერში ყოფნა. ამდენად მონასტერში მოსულებმა სულიერი მოსვენება პოვეს. სწორედ ამიტომ მადლობენ ღმერთს, რომელიც შეეწია მათ სოფლისგან განშორებაში, მაგრამ ამასთანავე სტკივად სოფლისთვის, რომელიც იტანჯება იმ სულიერი წარუმატებლობისა და შფოთისაგან, რომელსაც ამაოება წარმოშობს. შენ კი, ჩემო შვილო, არ გაგჭირვებია ამა სოფლის გარემოში, რადგან ხარობდი მისით. ამიტომაც არის, რომ ჯერაც გიზიდავს ამ ქვეყნიური სურვილები, ასე რომ ჩემი მოსაზრებით ერში უნდა დარჩე და იშრომო. ამასთან ეცადე, რომ ნელ-ნელა მოიკვეთო ამ სოფლიური აზროვნება. მამაო, როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დატოვოს სოფელი და მონაზნობას შეუდგეს. ვინც ემზადება სოფლისგან განშორებისთვის და მონასტერში წასვლას აპირებს, პირველ ყოვლისა ღმერთს შეწევნა უნდა სთხოვოს, რომ შეიძინოს მართებული განსჯა და კეთილი გულის სიტყვები, რათა სხვებით კი არ დაკავდეს და კი არ განიკითხოს ისინი, არამედ მხოლოდ საკუთარი თავით, კარგი გაგებით, ანუ მხოლოდ საკუთარი თავი აკრიტიკოს. მთელი მისი ყურადღება და ღვაწლი საკუთარი თავისკენ უნდა მიმართოს. ამაში მას ძალიან დაეხმარება წმინდანთა ცხოვრების შემეცნება.